ჩვენ კვლავ ეთერში ბრუნდებით, შემოგვერთა მეორე სტუმარი აკაკი ასათიანი, ბატონო აკაკი, დიდი მადლობა რომ მონახეთ რომ დამობძანდი და ცოტა ხანი მინდა აი შიდა პოლიტიკაზე გავამახვილო ყურადღება, არნახული სიგიჟე ხდება საგარეო ფრონტზე, არნახული წარმოუდგენელი და ამ ფონზე არნახული სიგიჟე ხდება ჩვენ შიდა პოლიტიკურ სცენაზეც. და მაინც მინდა ამითი დავიწყოთ აი ეს ოპოზიციის ლიდერები, თუმცა ლიდერები ქართულ პოლიტიკაში როცა ერთად რო ახსენეთ პოლიტიკურ ლიდერს ცოტა უხერხულია, ხოლმე შეუსაბამობა ჩნდება. ყველა მიმართულებით არავინ მიწვევს არც ხელისუფლება მარც ოპოზიცია, მაგრამ ახლა ლიდერი არ შეესაბამება ხოლმე იმ რეალობას, რაც ხდება ქართულ პოლიტიკურ ამასცენაზე. უცებ მათ გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ ციხეში. მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს ის ციხე არ არის, რომელიც იყო სააკაშვილის დროს და ეს ძალიან სამარცხვინო დაღად დარჩება ქართულ სახელმწიფოებრიობას, ის აუტანელი მდგომარეობა, იმიტომ რომ ვიღაცას შეიძლება ოცნება მოწონს, ოცნება არ მოწონს, ნაციონალურ მოძრაობა მოწონს, არ მოწონს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს სადისტური და მანიაკური სისტემა იყო, ეს არის 2x2 4 და მართლა ძალიან სამარცხვინო დაღად დარჩება. ანუ ეს ის ციხე არ არის, მაგრამ ეს მაინც ციხეა. ხო და არ არის სასიამოვნო და ყველაზე მეტად მე სხვათა შორის გამკვირვებია მამუკა ხაზარაძის, როგორც ამბობენ, მას რაღაც რამდენიმე ასეული მილიონი აქვს. რატომ უნდა დადიოდეს ეს ადამიანი აი ამ სოციალური სტატუსის ქუჩაში, რატომ უნდა მიდიოდეს ციხეში? ჩემთვის არის აუხსნელი და გაუგებარი არის. და საინტერესოა კიდევ ბადრი ჯაფარიძე მოიხსენიეს, როგორც ამ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებლობა მოუტანაო და მინდა კითხო დამოუკიდებლობის აღდგენის акциზე როგორ აღმოჩნდა ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერა, საერთოდ რატომ მიაწერენ მას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას? ჩვენი კვოტით იყო, მე არ ვიცნობდი, გამაცნობთ ჩვენმა. გვალი მაგის კვოტით ანუ არა? არა, ტრადიციალისტები. სწორედ მაგიდაში ყოველს თავისი ის ქონდა და ონში იხარა კენჭი მაჟორიტარად მოიგო, გუბაზმა მოიგო ამბროლაური, მაგან ონი ცაგერი მოიგო სხვათა შორის ისევ ჩვენმა. და ტრადიციალისტმა ანუ. არა, ის იყო ჰელსინკი იყო. კი ბატონო. ხო და მოიგო, სიმართლე გითხრა არც ველოდი რა, თუ მოიგებ და ახლა დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდა და იქ ბევრი იყო ასეთი და ახლა ვინც იყო ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აქტს. ეგ არის ზვიადის დამსახურება და ვინც აი უშუალოდ გარშემო ვიყავით ზვიადის უფრო და ასეთი ადამიანები ახლა იყვნენ და გადაწყვეს გარჩევანი გააკეთეს და ეგეც დასაფასებელია ხო, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული არა. არანაირი. შემდეგ როგორ იქცეოდა? არ ვიცი. არა, ხომ მეც ვერ ვიხსენე. არა, მე ბიზნესში გადაერთო რა. იქაც თავის ამ რაიონს აიდანაც აირჩიეს იქ საქმიანობდა რაღაცას და მე არ ვიცი, გადატრიალების დროს მე ხო ზვიადმა გამიშოდა, მე არ ჩამოხვიდეოდა მტოვა იქ, სადაც ვიყავი. კობულეთში მე ზუგდიდშიც ვიყავი, სოხუმშიც ვიყავი. რომ იქ რა ვითარება იყო რომ მენახა და მაგრამ ბადრი ისე იყო ტრადიციალისტებთან ერთად იყო გამაგრებული ჩვენს ოფისში რა. და ახლა სხვა ესეთი მაშინ ისეთი ვითარება იყო რომ ზვიადი ეს პრეზიდიუმი ბიუროს დაარქვეს მერე ისა და კიდევ აი რამდენიმე კაცი იღებდა გადაწყვეტილებებს რა. რა თქმა უნდა ხანდახან აჯერ ხელებს წერდნენ. ხო, მაგრამ არა, მე ვეთათფირებოდი ჩვენებს მაგალითად, ჩვენები 22 კაცი იყო ტრადიციალისტები და როცა რაღაც ეხლა ბევრი ისეთი იბრალებენ, ისეთი ხალხი რომელსაც ზვიად უნახავთ რა ზვიადი რა. და რაღაც გადამწყვეტ როლებს იბრალებენ. ხო, არა, ამაზე არ შემინიშნებს რომ რაღაცა დაეჩემებინოს რომ მან გადავისუფლა. ხო, თვითონ არა ნამდვილად. არა, ხო, ეს გონიერი კაცია უბრალოდ აიხლა რასაც აკეთებენ ეგ და მამუკა. აი თქვენ როგორ ხსნით აი რაღაც იძულებულები. მე ხანდახან მგონია რომ იძულებულები არიან რომ ასე მოიწვიეს და არ უნდა. აი იძულება უნდა გედგეს ეს სისულელები აკეთო. არ მინდა ხა ციხეში არიან მართალია 7 თვით. ახლა ეს არ არის არც სააკაშვილის ციხე და არც მერაბ კოსტავას 7 წელი შორეულ გადასახლებებში. ვარ დაწყებულიყო პერესტროიკა, მერაბ ცოცხალი ვერ ჩამოვიდა და იმიტომ რომ დაუმთავრდა ვადა, კიდე გაუგრძელეს ვითომ იქ არაულებთან კონფლიქტი ქონდა და იმ ზომამდე სარგებლობდა თავისი არაჩვეულებების. მერაბ ისეთი კეთილშობილი იყო, რომ აი მოქმედებდა რომ იქ დაცვის ხალხმაც კი წერილი მიწერეს რომ ამ კაცს სირცხვილია ეგეთი რამე. ხო, არ არის, მაგრამ რითი მათი არიციან რა ქნან.
და გონიათ რომ ამით ან შიგნით მოიხვეჭენ პოპულარობას და ან რაც მთავარია გარედან იქნება ისეთი წნეხი თავრობაზე რომ ბიზნეს ეთქვიან შენ წადი და ეს ხალხი უნდა მოვიდეს ხო და აი ასეთი ოპოზიცია მე არ მინახავს რა რატო გონიათ მათი ამომრჩეველი ბრიუსელში ვაშინგტონში მაინც ვერ გავიგე რა სენატი და ევროპარლამენტში მათი ამომრჩევლები არ არიან არჩევნებში ხო სოფელში აი წყნეთში არ ყოფილან აგერ არის ხო სოფელში ვინ ჩივის 40% აიღო ოპოზიციამ ჯერთი ნუ არ გაერთიანდნენ ორი მაინც დაწყვილებულიყვნენ 40% ვინც შევიდა იმათ ეკნებოდათ ხო ამას ვერ გამოიყენებენ პოლიტიკოსები და ახლა თუ რევოლუციის იმედი აქვს ნუ კი უნდა ხდებოდნენ რომ ვერ მოახდენენ ხალხს არც რევოლუცია უნდა არც ომი უნდა ვერანაირი საშუალებით ვერ ამოძრავეს მაგით ვერ მოახდენენ როცა მომხდა რა ახლა ჩვენ რა იყო რევოლუცია იყო 9 აპრილი რა ხო და ნუ მე უკვე საპარლამენტო სახის როცა მოვიგეთ გვალვამაგი და ახლა ის რევოლუცია არ იყო გადატრიალება იყო სამხედრო რაც მოუწევს ხო სააკაშვილზე დიდი პროექტი იყო სერიოზული ფული დაიხარჯა და იმანაც ითავა და მართლა რისკავდა რა კაცი ბოლო-ბოლო მაგრამ ჩვენ ხო გამოცდილება და აი ესე უნდათ რომ ტელევიზორში ილაპარაკებენ თან თავის თავს ილაპარაკებიან იმ ის ტელევიზიებიც ხუმათია ხო და მაყურებელიც ამორჩეველია მაგით CNN-მა წააგებინა დემოკრატებს ვისი გაწვრთნილებიც ესენი არიან დემოკრატებმა წააგეს მაგითი რომ აი CNN-ში ლაპარაკობდნენ ერთმანეთში და ხალხი ცხოვრობდა სხვა ცხოვრებით და აირჩიეს ეს კაცი მოგწონს არ მოგწონს აირჩიეს აი ტიპიური თავისიანი რა ამერიკელებმა ტრამპის სახით მე მგონია აი ვერ ამიხსნია მგონი იაგუხიჩი ამბობდა რომ სულო იმაში ვარ რომ ვარჩილობაში ასეთი იდიოტები არიან თუ მოსყიდულებიო ბიზნესი ოღონდ და არა deep state-ის არაფერი არც ერთი არც მეორე არა უნაროები არიან არიციან რა ქნა იცი რა თავის დროზე როგორ იშევა მაშინ ხაზარაძე არა ეს სხვა ტიპის უნარია და მაშინ ისეთი დრო იყო ჩაწყობა ჩალიჩი ამბავი სხვაშორის ყოფილი ანუ ალღო აქვს ხო ხა ჩაწყობა ალღო მაგას კავშირელებმა უფრო ივარგეს ვიდრე ყოფილმა კომუნისტმა ფუნქციონერებმა მათმა უფროსმა თავებმა ბიზნესში იმიტომ რომ აი ორგანიზაციული მუშაობის სკოლა ჰქონდათ გავლილი ამ ადმინისტრირების ახალგაზრდები იყვნენ ხო ახალგაზრდები იყვნენ და დრო ცხანაერი იყო და ამიტომ და ისინი ნუ აი ვერ ვისაც ვიცნობ ვერავინ ვერაფერს თავი ვერ მოაყდა ამადგან ბევრმა ხო და ნუ ამანაც იყო ჩაღარა და ეგ არის სხვა ტიპის უნარი ეგ ეშლებათ ხოლმე რომ ბიზნესი და პოლიტიკა გავს ერთმანეთს მაგრამ განსხვავდება ისე და გავს როგორც ჩოგბურთი და ის რო არის რა ქვია ჭადრაგი მაგრამ არა მე ჩოგბურთის ბადმინტონი ხო გავს ბადია ჩოგნებია ბურთი პეპელაა რომ მოხვდეს არაფერი ჩოგბურთში რომ მოხვდეს თავში შეიძლება ტრავმა მიიღო ვერგერეთის რამდენიმე თვით აი საპოლიტიკა ძიმერამია და სან სხვანაირი მე ვიცი ერთადერთი აი ბიძინა რა რომელმაც ამ საქმეს ალღო აუყურა ვიმეორებ ერთხელაც თქვი შენთან ნუ მინიმუმ ან ინფორმაციით ან ანალიზით ან ჰუმანით პოლიტიკაში ალღოს დიდი მნიშვნელობა ან სამივეთი ერთად რაღაცა ტენდენციას ხედავს სოფლიო პოლიტიკის რა და იმას ითვალისწინებს და რაც გინდა იარონ აი თქვა თუ გარე იმაზეა აწყობილი ჩვენ ხო ხედავთ იპოვიან ტელევიზიები ამათი ვიღაცა გაჭირვებული ევროპარლამენტარს და ეს არის მეორადი მოხმარების ან საერთოდ მოუხმარებელი ხალხი მათ ოჯახებში არიციან მათი საქმიანობა ეს ხო როგორი პარაზიტული ორგანიზაცია ხო ყველა მიცის მარტო ორბანი ხო არა ეს იყოს იდიოტიზმი ეგრო შექმნეს მაგან დაამუხრუჭა ევროგაერთიანება სერიოზული და იქიდან იქაც რა ნუ აი ეს უნდა განთავისუფლდეს სასწრაფოდ ამბობს ესტონიანი პარლამენტარი და მე ისაკარგია არა ხო და ამას ვამბობ თუ ამის იმედად არიან ნუ წარმოდგენა არ აქვს საერთაშორისო პოლიტიკაზე და ცხოვრებაზე პოლიტიკურზე ხო კი ბატონო გაგაქეზებენ აგერ ვარ მიდი ოღონდ 5000 კილომეტრში
ამერიკა 14000 კილომეტრი. თან ეს რა არის? აი ჩვენ ხო თვალწინ გვაქვს ხა იგივე არესტოვიჩი რო ამბობდა უკრაინელი გოგო-ბიჭები თქვენ ესეთი ლაჩრები ხართ, უკრაინელი უკრაინელი გოგო-ბიჭები მოვლენ და გაგითავისუფლებენ. ხო, აფხაზეთსა და ასევე მის წარმომადგენლები ოფისის ზელენსკის ოფისის წარმომადგენლები და ეხლა უცებ ყველაფერი შეიცვალა. აქედან ხო უნდა გამოიტანოს დასკვნა იგივე ჩვენმა მოსახლეობამ. არა, ნუ იცი რა, ხა ისინი მაშინვე იმ თავით ცხადი იყო, რომ მე ან რუსების ყავდა ჩანერგილი და დიდან ბავში იყო და თავი რაღაცა წარმოიდგინეს მართლა. ნაპოლეონი ეკონა ზელენსკის. მე ნუ აუწიეს ხური რამდენჯერმე, ახლა მით უმეტეს და ნუ ახლა ცოტა ისე არის. მე მგონი უნდა ხვდებოდეს რა არის დამთავრდება ეს. ახლა რაც შეეხება არისტოვიჩს, ძალიან კარგია რომ ახსენეთ და ძალიან ნიშანდობლივი მაგალითია. გვახსოვს ხო ეს მისი ბოდვები? ეხლა რეებს ჩიკჩიკებს, რომ უნდა დათმოს უკრაინამ 4-ვე ოლქი, თუ არა და რომ ის დათმობა მოუწევს უსათუოდ დაეთანხმოს ყველაფერს და შეინარჩუნოს რაც მართლა უკრაინაა. სადაც უკრაინულად ფიქრობენ, ლაპარაკობენ, სწავლობენ. ასე არა, საბჭოებში მარტო დასავლეთ უკრაინაში იყო ეს ამბავი 4-5 ოლქში. აქეთ ახლა სადაც ბრძოლებია რა. მამაჩემი სამთო ინჟინერი იყო, რო დაამთავრა გპი, გაამწესეს იქ, იმათ ინჟინერები აღარ ყავდათ და გპი-დან ჩვენგან უშუალოდ ჩვენთან სიჭარბე იყო. ხო და იქა ვარ რა ზაფხულობით, ნუ ახლა სკოლაში არ გამომიშვეს, რომ არ გავრუსებულიყავი. სწორედ არ გავრუსებულიყავი. და არ გაუკრაინებულიყავით, დიახ. მე იქ უკრაინული არ გამიგონი. აი ამ ურთიერთო ეს იყო რუსეთის ყორო პროვინცია, პერიფერია, მაგრამ რუსეთის. ასე იყო. ეხო საერთო ტერიტორია. მანდედან არის ხაშურის დავით აღმაშენებელ რო ყიჩაღებით ჩამოიყვა და მან ცხოვრობდა. ხარკოვის ახლოს. აი ეს აცრაკა შარაღანიზე, ის შარაღანი, შარუკანი ერქვა დასახლებას ძმა და აი მან ეს იყო ტრამალი. ეს ნახშირი, ქვანახშირი აღმოჩნდა მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და განვითარდა მრეწველობა. ყირიმი, მაშინ სკვითები ოსების შორეული წინაპრები არიან, ან და ყირიმელი თათრების, ან და გერმანელების იმ დრო გოთები ცხოვრობდნენ. ნუ ახლა არც რუსი, არც უკრაინელის, მაგრამ რუსეთში იყო, არც არავის უკამათია საბჭოთა კავშირი რო შეიქმნა და ხრუშოვმა როგორც პუტინმა თქვა სხვათა შორის თავის ცოდვების გამო სასყიდად, იმიტომ რომ სისხლის ზღვები დააყენა რეპრესიებით პუტინმა, იმან ხრუშოვმა უკრაინაში. სასწაულები იქნა. ენკავედი რომ მოითხოვდა 500 ასე ითხოვდნენ 560 კაცი დახვრიტეთ. ეს ხრიტავდა 5000. ასეთი ამბავი იყო. აი არესტოვიჩის სახეცვლილება და ლატინინაც რაღაც უცნაურად ლაპარაკობს კიდე. ლატინი არ მიმედევნებია. ერთად ამბობს ერთად წერენ და ძალიან ახლობელ ხო მახსოვს ახლა ახლობელმა მომასმენინა რამდენჯერმე ესეა ხო მაგრამ კაცმა ხო უნდა თქვას რომ მივქარავდიო თუ არ უნდა თქვას. ვიღაცამ ჩვენგან უნდა კითხოს. ჩვენები თუ რამე აქვს ოცნება აი რო გამოდის ჯოუ ჩვენმა ჟურნალისტებმა შევეცდები რომ ჩაწერო ბლოგი რო გამოდის და ამბობს რომ გააგდეს ოპოზიცია პარლამენტიდან ან საელჩო ან საგარეო საქმეთა მინისტრამ ბრიფინგი არ უნდა მოაწყოს ვაშინგტონში და არ უნდა თქვას რომ თვითონ თქვენ უარიო და ეს კაცი რას ბოდავს აი ახალი ელჩი ხო დანიშნეს მიიღო უკვე წმუნებათ სიგელი იმედია რომ არც ევროპაში არც ამერიკაში თუ შვებიან ჩვენ არ ვიცით და მე რას მელაპარაკებიან მე ვიცი სადაც ყველაფერი იმათ უნდა ელაპარაკონ უნდა ნუ ამ ხილონ არ მიყვარს მაგრამ უნდა გაანეიტრალონ იმიტომ რომ ხანა არის აბსოლუტურად ბრალდებები ცილისწამების დონეზე ხო ეხლა ამათზეც ვიღაცამ ხო თქვა ძალიან ცუდია რომ ციხეში არიან მაგრამ თვითონ მოინდომეს ხო ასე აი ლოგიკა ასეთია ან ხარ პოლიტიკაში ორნაირია პოლიტიკა ხო მონაწილეობ არჩევნებში რა შედეგიც არის სულ მონაწილეობ და ბოლოს მიაღწევ შედეგს იგივე საპარლამენტოში ადგილობრივში იმ ტრიბუნას იყენებ მეორე 40% ცოტაა კაი ვერ გაერთიანდი არც გაერთიანდებოდნენ ცხადი იყო ან და რევოლუცია რა ლენინის გზა შეთქმულება ახლა ესენი სადა ლენინიც სულ ცხოეთში ეგდო მაგრამ გარეწარი იყო ოღონდ ძალიან იჭიერი ასევე ტროცკი ასევე სტალინი ეს იყო ადამიანები რომლებსაც არაფერი წმინდა არ ქონდათ არავითარი პროლეტარიატიც დარდი არ ქონდათ ძალაუფლების ჟინი ქონდათ მოიპოვეს და ნუ სტალინს აღმოაჩნდა უნარი ადმინისტრირების რა თქმა უნდა ძალიან დიდი
ნუ რეპრესიების ხარჯზე, მაგრამ აი წყობრი და იმ ქვეყნის ერთგული იყო, ჩვენი ნაკლებად. ვისაც ემსახურებოდა, რომ მე რუსკია, ასე იძახოდა ჩვენთან რომ ახურებენ ხოლმე. ჩვენ და იმას უწელია ქალიშვილს, პატარა შვილი უმცროსი, მის საყვარელი ვასა მფრინავი, წამოიზარდაო, შემოირბინა, ჩემთან მითხრაო, გაიგებო, კაცო, მამა ჩვენიო. ახალგაზრდობაში ქართველი ყოფილო. Оказывается, папа был грузином. ესე იყო. ხო და ნუ ისე მამა. და არა ხართ არც ლენინები, არ ჯერ ლენინი რა არის? ხო? და არც ლენინები, არც ისა ნუ დავაკდინებთ, ლენინი რა არის და დედამიწის მეექვსედი ისედაც იყო, ეგ ლენინის დამსახურება. არა, მეექვსედი გააწითლა. რატომაც ნუ გააწითლა, იმიტომ რომ ის ხალხია ურდო. 3% იყო ნორმალური ადამიანების რაოდენობა რუსეთში სულ. პეტრემ რო შეატყორა ხო, ვერ მოერევა. მაშინ 33 მილიონი იყვნენ, მაგრამ საშუალებები და ფორმა ჩააცვა ჯარში, გაიწვია და ელიტა შექმნა. ამ ელიტამ იმდენი მოახერხა, რომ ტოლსტოი, დოსტოევსკი, ტურგენევი, პუშკინი, ჩემობატონი, ჩეხოვი, რომელი ბევრი, ნუ ახლა მე ვასახელებ ისეთებს, ხო? 1917-ში მოსხიპეს ესა, აი სამმა ხანაგმა სვათაშოვის თავიდან სტალინმა ყველაზე ნაკლებად და ეს იყო პირშავი, აი პირსისხლიანი ტროცკი და ლენინი, რომელიც რუსებზე იძახოდა, რომ ეს არის ფიცხი მსოფლიო რევოლუციისთვის. და იმისი ლეში უდგა ის ჯერ კიდევ იქა აქვთ კრემლთან, ხო დაგდებული. არა ხარ, რა, აი რიგითი ბოლშევიკიც კი არა ხარ, სერგოჯონიკიძეც კი არა ხარ, ხო? არა არც კამო არა, კამო თავზე ხელა ერთად გაძარცვეს მაგან და სტალინმა საფოსტოვის ბანკის ისე ხუმრობა კი არ იყო. ეხლა მე სტალინის ბიოგრაფიიდან ამას შლიდნენ ხოლმე და ის კამოც რო უცნაურად დაიღუპა, ხო როგორ დაიღუპა? როგორ არ ვიცი. ხო, ქალაქში ერთი მოტოციკლი და დაეჯახა. და ერთი მანქანა დადიოდა და ის დაეჯახა. რომ მოწმე არ დარჩენილიყო. იმასაც რა არ ჯიდა, რატო ეგონა, რომ დატოვებდნენ, არ ვიცი. ხო და ბიჭო, მაშინ ეს გზაა, ხო? მაგრამ ეჩქარებათ თუ აი ფიქსირება უნდა, იქ ჩადიან. ამას თავის ხიბლი აქვს. მე მაგალითად მეზარებობდა ეს რიტუალური შეხვედრები, სადაც არაფერი არ წყდება. მიღებები, შეხვედრები, აი თვილა ხარ რა. თუ რამე მართლა საქმე გაქვს. თუ არა და აი მათ უხარიათ რა, ალბათ, თორე რა ჯანდაბაა ეს. აი ბატონო აკაკი, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის. რატომ უნდათ მათ ხელისუფლებაში მოსვლა? ჩვენ ვიცით ხო, სამი მე ვეთანხმები ამ პროქსი ომების ვერსიას და პროქსი სახელმწიფოების და ყოლაპარაკი ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე, სულ ვიმეორებ. უკრაინა, სამხრეთ კავკასიაში საქართველო და ახლო აღმოსავლეთი, ეს არის ხაზი, სადაც ცეცხლი უნდა დანთებულიყო და მართული თუ არა მართული ქაოსი უნდა შექმნილიყო და ჩვენ მართლაც ვხედავთ რა ხდება უკრაინაში, ჩვენ ვხედავთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში. ხო სასწაული ამბების მომსრენი გავხდი და არალოგიკურის და ჩვენ არაფრით არ დავთანხმდით მოკლედ რომ აქედან ფიჩხის როლი შეგვესრულებდა ყველა ამბობს აი ჩვენ რას ისულელე როგორ უნდა ვებრძოლოთ რუსეთს. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი რომ შენ უნდა ებრძოლო რუსეთს, ას ლაპარაკია დაიწყოს არეულობა და აქ ჩილო კავკასია, იქ სამხრეთ აზერბაიჯანი, იქ თურქეთია, ირანია და გასაგებია რომ აქ შეიძლება დიდი სისხლიანი აჯაფსანდალი დატრიალდეს. მათ რატო უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა და ისინიც რატო ცდილობენ აი ნაწილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრებისა. ხო და აი ეგ არ ვიცი, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონია რომ არ უნდა, თორემ მაშინ ციხეში არ ჩასყდებოდნენ, მე მაქვს ამის. იცი რა ხელა мотиваცია იქნება. და აბა რას აკეთებენ მაშინ? არ ვიცი რას აკეთებენ, აი უხარიათ ტელევიზორში რო ჩანან, ალბათ. ისინი ხო ხვდებიან რომ ის მოხდა რაც უკრაინას ჭირდა, რაც ახლო აღმოსავლეთში ირანს ჭირდა, თუნდაც ისრაელს ჭირს, მიუხედავად თავისი რკინის გუმბათისა და ასე ვთქვათ მოსადისა და ცაჰალისა, ის ჩვენთან გაცილებით უარეს ფორმებში და უცებ დამთავრდება და არავის ჩვენი დარდი არ იქნება. დარდი არ აქვს, თუ დამთავრდება გაიქცევიან დასავლეთში, ხო? აბა სხვა ახსნა არ აქვს მათ მოქმედი. ჯერეთი არ უნდათ და არც იმათ არ უნდათ მათი მოყვანა. ჩვენზე უკეთიციან ვისთან აქვს საქმე. იმას წარმოუდგენია ამათ მართლობა. აი ამას თამაშობენ. ამით არსებობენ, სხვა არაფერი არ აქვს. იმას ფული მაინც ქონდა იმ დალუჩულს და ბიზნესში, ხო, მამუკას და ბადრის. ხო, იმათ რა არ ჭირდა. ნუ გახარია თქვა ფული არ მაქვსო რა. თქვა ავალად კაცმა, ხო?
და ამიტომ მაგრამ იქ დიქტატურა უნდა ვებრძოლოთ თქვა. არ კაცო დიქტატურა მე არ ვიცი სადაც სამი ტელევიზია აწყვეტილი და მეტიც აგინებს ხელისუფლებას და ოპოზიცია თვითონ არ შედის პარლამენტში. სხვაგან არ არის ოპოზიცია. აი ბელორუსს რო იძახიან, რუსეთს რო იძახიან. ეხლა საერთაშორისოს რაც შეეხება ჩვენ ერთი მტერი გვყავს რუსეთი რა ის გვერდჩის. არც თურქეთი გვერდჩის ეს ყველანაირი გავენ. არც ირანი გვერდჩის. პირიქით ძლივს რუსეთი მოიშორეს აქედან. ამდენი ჭკუა ყოფნით. იგივე თურქებს. ახლა ჩვენთან რო შემოვიდნენ კიდე რუსეთის მეზობლები გახდნენ რათა გაჯანდაბათ უნდა. ხო ბუფერი ჩვენი. ან რუსი რო შემოვიდეს და ისევ დაუდგეს ახალციხეში ვინც ყოფილა სტუდენტობ გავდიოდით შეკრებებს ერთთვიანი გავიარეთ ჩვენ. გამოძეძგილი იყო იარაღით. გამოძეძგილი ეს მესხეთი. ნუ იმიტომ ნატოს ქვეყანას იქ ეხლა მარტივად გადადიხარ გადმოდიხარ. არაფერი ხო? ვის უნდა ესა? ჩინეთს სავაჭრო თუ უნდა და აი ეს და არც მალავს ამას ევროპასთან კონტაქტისთვის. ერთი რუსია რა. ეს ახლა და აი ირანი და რუსი რა შეხედე ეს არის აი ეს ფანტომური ტკივილებს რო ეძახიან. აი ფეხს ან ხელს რო დაკარგავს კაცი და მაინც რო ტკივა. ის კი არა სადაც მოჭრეს, ის ხელი ტკივა. ხო? აი ხა ტკივათ თავისი იმპერიები. და ბიჭო შეხედე ამ რესურსების პატრონებს, როგორც რუსეთი და ირანია. შევხედოთ არაბებს, აგერა მათი სრუტის გადაღმა. მოახმარეს რას? აყვავებას. თავისი ქვეყნების, იმ ამირებმა, იმ შეიხებმა, იმ მეფემ, ხო საუდის აყვავეს. აყვავეს თავის ქვეყნები იმ შესაძლებლობებით, რაც მათ უბოძა განგებამ, ხო? და ესენი აშვებიან. აკეთებენ რაკეტებს, ბომბებს, მაგრამ ვიმეორო ჩვენ და მე ირანს ერთი უშუალოდ არ ვემაზობლები და ნამდვილად არანაირი ახლა ზრახვები რო გაგიჟდეს და მოინდომოს სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს ჩვენ ვინ ერთი ვინ დააწყებინებს კაცო. ეგ ისეთი რამეა, იგივე რუსი და თურქი არ დააწყებინებენ და ჩინელი რა. ჩვენ ეს სამივე გვაწყობს ახლა. და ყველას აწყობს რომ ასე იყოს. ამას ვერ ხვდება. რამეს თავაზობს ოპოზიცია. ეხლა ესენი ოცნება არ ვიცი ამას არ ამბობს, მაგრამ ასე გამოდის. ასე გამოდის, რომ ეს არის ტერიტორია, რომელზეც პრინციპში ყველა, ნუ ხა რუსი არ ითვლება, მაგრამ ისიც მოვა მაგ ჭკუაზე დარწმუნებული ვარ, თან ხდება რომ იცი რა, აქ დაკა არ გვინდა. და ბოლოს რეგიონულ მოთამაშეებზე ლაპარაკი, ხო? რეგიონულ სოფლიო რა, ამერიკა რა. არც ამერიკას არ უნდა? რა თუნდა? არა, გითხულობ. რა თუნდა? ამერიკას უნდა ერთი რა. აი ხლა არენდომები. ხო, რა არაგინო მის წარმომადგენლებს რა, რასაც ატომას აკეთებს ოცნება და ვერ გავიგე. ცოტა უკლეს ახლა რა. და ნუ deep state-ი იპოვეს კიდევ კაი გამტევების ვაცი, რომელსაც ვერავინ ვერ პოულობს რა. რომელიც არსებობს. განა არ არსებობს. ოღონდ ის არ წყვეტს. ეს არის კვლევითი ცენტრები, არის აი ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური, ისინი სთავაზობენ თავის ხელისუფლებას, ზოგი ერთვარიან, ზოგი მეორეს, აი Heritage Foundation-ი მაგალითად ყოფილა რამდენჯერმე, Carnegie, Cato, რა ვიცი, არის ბევრი. და იქ იმიტომ ამერიკა იმიტომ მიიწევდა წინ, რომ არის მუშავდება ეს ყველაფერი. და ზოგი აწვება ამას, რომელსაც ყავს თავისი განმასახიერებელი პოლიტიკოსები. ის რასაც თქვენ ბრძანებთ ერთ-ერთი მოდელი იყო და არის ხო? თუ ის გაიმარჯვებს, ნუ მაშინ შარია. თუ არა და ხა ტრამპის პირობებში არ მოხდება. ეს იყო ყველასთვის. ახლა იცი რა, აქედან ხვდებოდით რომ ტრამპი მოიგებდა, ხო? აი ადამიანები რომ ამას არ ვიცნობ, ბაიდენს ვიცნობდი შეხვედრება 91-ში. ვარსკვლავი იყო ისეთი პოლიტიკოსი იყო. რა დაემართა არ ვიცი. როგორც არა, შვილის სიკვდილმა გატეხა. რა დაბერდა მახელა ნიქსონი აქ იყო. რეიგანს ამერიკაში სხვადასხვანაირისა აქვს კონსტიტუცია. ზვიადის და მერაბის საქმე ახსოვდა. მითხრაავლაბარში გამატარე, ვიცი რომ სომხებია უმრავლესობა მოსახლეობის მაინტერესებს რას ფიქრობენ თქვენ დამოუკიდებლობაზე. პირ დავაღე 80 წლის კაცი ამერიკის პრეზიდენტი ყოფილი, ხო? არ ვიცი, ხო, მაგრამ დარჩენილიყვნენ. მით უმეტეს ის სულელი ქალი კამალა ხარისი. ხო, გიჟივით რო იცინოდა. სულ გაგიჟდნენ, აი მას რო დაასახელებ რა. ხო და დარჩენილიყვნენ ეს პრობლემა იქნებოდა ცხადია. ხო, მაგრამ ვიღაცამ არ ვიცი ბიზინა ვინმე ყავს
გამოიცნო, რომ ახლა ჩვენ ვატყობდით, ხო, ბიჭო, დღეს ხო ისეთი ეპოქაა, მე ნაკლებად ხმარობ ინტერნეტს, მაგრამ ის გამოკითხვები, აზრის შესწავლები ეს არის დევს და ჩანდა რომ ის კაცი მოიგებდა. ერთი ისედაც განწყობით ხდებოდი, რომ ესეთი ტიპები იგებენ ხოლმე. ამერიკა, ხო? არაფერი, ესე იგი რა ხდება დედამიწაზე ვერ ხვდები, შიგნით რა განწყობაა ვერ ხვდები. გადაწყვიტე რომ არჩევანი ესა რომ მოდი ყველა ციხეში. იზახიან რომ იმან თქვა, იმას არ ვთქვა, სააკაშვილმა თქვა ეგ თავის დროზე. და შენ ამბობ თვითონ ეს საერთოდ აღარაფერში არ წერია. მიდი იმ კომისიაზე რა. გინდა რომ დაგიჭირო, ნუ გაუგებარია მაშინ, და დაჭერილი ხარ რა. ახლა როგორ ვილაპარაკო მე მერიდება კიდეც ხალხი ციხეშია, კი 7 თვე და რბილი ციხეა, არ არის სააკაშვილის ციხე, მართალია. მაგრამ მაინც ციხეა ხო? და ნუ აი მერიდება თორე ხანდახან ფიქრობ ხოლმე ფრთხილად ვლაპარაკობ. არა ხო, ახლა ძნელია ხოლმე რაც გინდა იყოს. ჩვენი კულტურა არ გვაძლევს ჩვენ ამის უფლებას. ხო, დიახ, ეს ჰქონდათ ნაცების, იმიტომ რომ კულტურა არ ქონდათ, უკულტუროები იყვნენ. ახალ ქართულს ქმნიდნენ. საბჭოთა კავშირი ქმნიდა საბჭოთა ადამიანს და რიცხვად დაუჯდა 78-ში ეგ იყო. საბჭოთა ადამიანი ილაპარაკებდა რუსულად ბუნებრივია. აი საბჭოთა ადამიანი 78 წლის მერე 11 წელიწადში, არ 13-ში გაქრა. მაგის მცდელობაში. აი ესე ამბობდნენ ახალები შეიქმნა ახალი საბჭოთა ადამიანი. ის ადამიანი ყირგიზულად და ქართულად ვილაპარაკებდა რა. ხო. აი ეგ არის ყოველი მცდელობაც. შტატებსაც ჰქონდათ ეს მცდელობები. ეს ამის ადმინისტრაციამ და ამის ჯგუფმა თქვა რომ ყველა მისე იცხოვროს როგორც უნდა. თუმცა ყველა მისე იცხოვროს როგორც უნდა, ეს არ ჩანს ტრამპის ქმედებაში, როცა ბომბავს ირანს. არა, ბომბავს, იმიტომ რომ ატომურ ბომბს აკეთებს. ვინ ეკითხება? არა, თუ შეიძლება აი ლოგიკურად რო ვთქვა, რატომ უნდა გადამიწყვიტოს გინდა ისრაელმა, მაშინ უნდა ითქვას, ხო? და შევთანხმდეთ, რომ არის სახელმწიფოები, რომელთაც აქვთ უფლება გქონდეთ ატომური ბომბი, არის სახელმწიფოები, რომლებიც არიან მეორე ხარისხოვნები. ეს ხო უნდა ითქვას საერთაშორისო გადაწყვეტილებაა, ხო? ლეგალურად აქვს 5-ს. 2 დაემატა ცნობილი როა, ინდოეთი, პაკისტანი. ფარულად აქვს ისრაელს. და ირანის ახლა ისეთი ხელისუფლებაა, რომ აი მაშინ კი მართლა იგრძნობ თავს უსაფრთხოდ? არა, უსაფრთხოდ მე არც ახლა არ გრძნობ თავს, საერთოდ არ ვფიქრობ ირანზე. ატომური ბომბის ხوارგეშენია ყოველ შემთხვევაში. ირანის შემთხვევაში პრობლემაა. ჩვენთვის ახლა სიმართლე გითხრათ, ატომური ბომბის ჩვენ ატომური ბომბი არ გჭირდება იმისთვის, რომ ჯვარიგვწერია გაგვანადგურონ და ჩემთვის ახლა ატომური ბომბი მე ისედაც არ გრძნობ თავს უსაფრთხოდ, როცა გარშემო ამდენი სახელმწიფო. მე იმას კი ვამბობ, ირანს უნდა გქონდეს, მაგრამ მე თამაშის წესი არ მომწონს. შვედეთში ატყეხეს განგაში, შვედეთში შეიცვალა ჰაერში შემცველობა. რაზე ვლაპარაკობ, სადმე სადაც და ქარმა რო დაუბერო საკეთ, მე იყო ამის იმედა თუ არ დაუბერა, არა, მე მესმის, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ მე სხვა საფრთხეებიც მაქვს ატომური ომის საფრთხემდე, ვიღაცას რო გადაუბრუნდეს. მაგრამ მარტო ხარ ახარ დედამიწაზე კაცობრიობა ცხოვრობს და არანორმალური ხალხი ერთი გვეყოფა არანორმალური პუტინი, კიდე მეორე ათამაშებს ატომურ სათამაშოს. საგიჟეთია. კაი, იმას ნუ დაუწესდა თავის დროზე გაეროს დამაარსებელია ვითომ რა, მაგრამ რატო არ რუსეთი მაინც ვერ გავიგე. საბჭოთა კავშირი იყო, აი ამ ხელა ულაშები ქონდა, ვინც დაარსა ქართველი იყო. ერთ-ერთი დამაარსებელი. ესენი რა შვეში არიან. ის ბომბიც მაგან და ბერიამ დაუტოვეს. კი ბატონო. მართლა ხო არ გონია ვინმეს კურჩატოვმა მოიგონა. არა რა თქმა უნდა. ბერია მოიპარა. ცნობილი ოპერა მოპარა ამერიკელებს, კი ბატონო. გერმანელებიც ამოიღო სოხუმში იყვნენ, იქ მუშაობდნენ გერმანელები. ძველ სოხუმელებს კითხე ერთი, იქ იყვნენ რა, ხო? და ესენი რა შვაში არიან. და ეს ბომბი აქვს. გაეროში უკრაინა და ბელორუსია იყვნენ და საბჭოთა კავშირი იყო, რუსეთი კი არ იყო. ვიცი. ხო. ბომბი აქვს და იმით იმუქრება, იმიტომ რომ სუსტია. და სხვა გზა არ აქვს და იმუქრება ვის არ მომეკაროთ თორე ვისვრი. ეხლა მართლა ვის უნდა? მაგიტომაც უნდა რომ არ მიეკარონ თორე აბა სხვა. ვინ ეკარებოდა ვის უნდა? ან ირანი ვის უნდა ხრიოკი რაცა. მაგრამ წყალი არ იქნება მალე ქვეყანაში. ესენი ბომბებს აკეთებენ. წყალი დასალევი წყალი მალე არ იქნებათ. ირანს. მაგრამ ნავთობი აქ შეუძლია გაცვალოს. და ნავთობს დალებენ? არა, გაცვალოს მეთქი. აღარ იქნება ნავთობი საჭირო მაგდროულად დადგება უწყლობის. 50 წელიწადში ნავთობის განახევრდება კი არა, 20%-მდე დავა მოხმარება. ეს არის ფაქტი.
ბატონო გაგიც მე ამას რა ამიტომ ის არაბები სარგებლობენ ახლა მომენტით და იყენებენ იქ ამტკნარებენ ლაშე წყალს ოკეი ხო? ტექნოლოგიებს აქეთკენ მიმართავენ. აბა ხაბები შექმნეს როიქი სავაჭრო ცენტრი აბა რა ჯანდაბაქნანი სიღატახი სულთნების და შეიხებიც კი მათი სიღატაკაში იხჯობოდნენ და ამედე იყენებს ის ხალხი იმიტომ წავიდნენ ინგლისში ისწავლეს ამერიკაში ისწავლეს ხო და შეინარჩუნეს თავიანთი კულტურული სახე. შეინარჩუნეს რომელია პიჯაკს არ იცვამენ და კოსტუმს ხედავ რა მე კი არ მომწონს ეგ ჩაცმ მაგრამ იმ არა უდაბნოს ხდება მარტო მაღაზია არ არის ტრადიციაზე უდაბნოში ხო ისე არის ვენტილაცია სხვადასხვა დასაცავ ყველაფერი გათვლილია ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ხო და მათაც ამიტომ ეხლა ჩვენ ეს არის სხვა რამე რა არა გაქვს შენ ითქვა ასე მაშინ წავა როგორ იწყება ეს ატომური ბომბის შექმნას მესამე კურსის ფიზიკის ფაკულტეტი მესამე კურსელები შექმნიან როცა გინდა ეხლა ესე არის ის თავის დროზე იყო პრობლემა და რა ვქნათ მე ესე მე აღარ იომებენ ჩემო ბატონო ტანკები და თვითმფრინავებით შენ რასაც ამბობ რომ აქ საფრთხე გვაქვს და ყველა გადავა ატომური ბომბებზე და აღარ დარჩ დედამიწას მეტი კი არ უნდა აფეთქდება და აქ ცხოვრობ ამ დედამიწაზე დიახ ნუ იმედი გვაქვს რომ არ აფეთქდება სამცხოჩი არ აფეთქდება იმიტომ რომ თუ არ მოისვენებენ ეს იყო ყვავილები რაც დიახ რა თქმა უნდა და იმედი ეს არ მოეშვებიან კაცო ეს ან შეიცვალოს უნდა იქ ხელისუფლება და იზრუნონ თავიანთ ხალხზე და კეთილდღეობაზე თავის ხალხის და ამის საშუალება აქვს ირანს კი ბატონო ისევე როგორც რუსეთს აქვს კი ბატონო თუ ვინმე შეიცხოვრებს ეგ ორი იცხოვრებს კი ბატონო იმდენი რესურსი აქვს ხო მაგრამ ხო ამ ფონზე რა თქმა უნდა ხო აი ოცნებასთან ამ მიმართულებით ბრძოლა არის სრული იდიოტიზმი რამე ალტერნატივა მითხრას ვინმე არა მე კი მაქვს მაგრამ ეხლა არა ვარ აქტიურ ვინმე აი ერთ შემომთავაზოს რომელიმე დღევანდელი ოპოზიციიდან აი სანაცვლო რამე გაგიგონია შენ არა შენ უფრო ადევნებ თვალს მე არ გამიგონია არა არ გამიგონია აი ეს არის პრობლემა ამას ქვია კონსტრუქციული კრიტიკა და კონსტრუქციული ოპონირება როცა შენ რაღაც არ მოგწონს და თავაზობ რა არის უკეთესი დასავლეთზე რო ლაპარაკობენ ასეა დასავლეთი ასეა დიახ ბატონო ძალიან დიდი მადლობა მადლობთ ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს ჩვენ ერთმანეთს მემშვიდობებით და იმედია შევხვდებით ხვალ 14 საათსა და 10 წუთზე ნახვამდის